დღეს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში ახსნა-განმარტების მისაცემად კომერციული ფართისის მესაკუთრეები დაიბარეს, რომლებმაც ოფისები ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიაქირავეს. მესაკუთრეები კონტროლის პალატაში ორი ჯგუფად 4 და 6 საათზე მივიდნენ. ასევე ცნობილია, რომ თბილისში მიმდინარე გასაუბრების პროცესს ქართული ოცნების წარმომადგენლები და ადვოკატები ეკაბესელია და არჩილ კბილაშვილიც ესწრებოდნენ. თავდაპირველად კონტროლის პალატაში ეკაბესელიას და არჩილ კბილაშვილს მოქალაქეებთან გასაუბრების დასწრებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოგვიანებით ადვოკატები ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესზე დაუშვეს. რაც აცხადებენ ფართის მესაკუთრეები და ადვოკატები, ამაზე ჩვენი ჟურნალისტი ანა ლაპიაშვილი ისაუბრებს. ანა, მოგესალმებით, დაგისმენთ. მოგესალმებით, ამ დროისათვის კონტროლის პალატაზე და იმ ადამიანების გამოცხადება, რომლებიც კონტროლის პალატამ ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა, უკვე დასრულებული არის. დღეს კონტროლის პალატამ ახალი ეტაპი დაიწყო მოქალაქეებთან გასაუბრების და მათ განაცხადეს, რომ ეს გასაუბრება უნდა მომხდარიყო იმ თემასთან დაკავშირებით, უბრალოდ იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც მიქირავებული აქვთ ქართული ოცნებისათვის ან კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიებისათვის საოფისე ფართები. დღეს კონტროლის პალატამ ისინი დაიბარა მოწმეების სახით და სწორედ ამიტომ მათ ჰქონდათ იმის უფლება, რომ ადვოკატები დასწრებოდნენ ახსნა-განმარტებით ინტერვიუებს. დღეს ეკაბესელია და არჩილ კბილაშვილი იმყოფებოდნენ ამ ადამიანებთან ერთად, თუმცა თავდაპირველად მათ არ მიეცათ საშუალება, რომ კონტროლის პალატაში შესულიყვნენ. გარეთ მოსაცდელად არა ვარ მოსული ვარ მასთან ერთად და ორდერი თანა გვაქვს ხელს და წარმოგიდგენ შიგნით რომ შემოვალთ. ორდერი შემოგვიტანო. ადვოკატი ესწრება დასაცავ პირს. დიახ, ეს არის წესი. რას ქვია, ესეთი რას ნიშნავს? კანონის მოთხოვნა ყველგან თანასწორია, აქ და იქ მე არ ვიცი რას ნიშნავს. აი დაგველოდეთ. კაცო, დაბარებულები ვართ 4 საათზე. მე რომ ადვოკატს მოვითხოვ, ეს როგორ? ხომ აქ მაგის უფლება. ადვოკატი დარჩესო და შემოჩება მოწმე. კონტროლის პალატაში შესვლა არჩილ კბილაშვილმა და ეკაბესელიებაც საბოლოოდ დღის ბოლოსთვის მოახერხეს. ეს დაკითხვები უფრო სწორედ გასაუბრებები ახსნა-განმარტებით, ჩვენებების მიცემებით დაახლოებით 2-დან 4 საათამდე გრძელდებოდა. ეკაბესელიამ კონტროლის პალატიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საკითხი ძირითადად ეხებოდა ამ ფაქტის გაქირავებასთან დაკავშირებულ დეტალებს, თუმცა მან თქვა, რომ იყო კითხვები, რომლებიც საგნებრივად არ უკავშირდებოდა ამ ფაქტებს და მან მოახერხა როგორც ადვოკატმა, რომ თავი აერიდებინა მის დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა. ეკაბესელიას დღეს ჰქონდა პრეტენზია იმასთან დაკავშირებითაც, რომ კონტროლის პალატა მიუხედავად იმისა, რომ თავად აწარმოებდა ვიდეო ჩანაწერის ჩაწერას, მას არ მიეცა საშუალება თავადაც გაეკეთებინა აუდიო ჩანაწერი. არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი მათ ახსნა-განმარტებით გასაუბრების დროს კონტროლის პალატა აწარმოებდა როგორც აუდიო, ისევე ვიდეო ჩანაწერს იწერდა. დღეს აქ იმყოფებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც გაქირავებული აქვთ საკუთარი ფართები ქართულ ოცნებასა და კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებს შორის, თუმცა ისინი არ იყვნენ ადვოკატებთან ერთად და ისინი აცხადებდნენ, რომ მათთან არ ყოფილა უხერხული შეკითხვები და საქმე ეხებოდა გასაუბრების დროს მხოლოდ გაქირავნობის ხელშეკრულებას, რომლისთან დაკავშირებითაც კონტროლის პალატა სვამდა კითხვებს. კითხვები იყო ძირითადად საგამოძიებო ხასიათის, სრულიად უადგილო, საქმესთან შეხებაში არ იყო და ემსახურებოდა ერთ რამეს, რომ მაქსიმალურად მიიღო კონტროლის პალატას მისთვის ასურველი ინფორმაცია, რომ ამით შემდგომ შეუქმნას პრობლემა ქართულ ოცნებას, ფინანსურად დააჯარიმოს და გამოიტანოს ესეთი ადმინისტრაციული სახდელი. მე პირველ რიგში გავაპროტესტე ის, რომ აუდიო ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა არ მომეცა. მით უფრო როდესაც ვიდეო ჩანაწერი მიმდინარეობდა და არის ეს ყველაფერი დაფიქსირებული, რამდენჯერმე გამოვხატე პროტესტი და შევაწყვეტინე ქალბატონ ქორიძეს დაკითხვის პროცედურა, იმიტომ რომ ეს არ იყო განმარტების მიცემის პროცედურა, ეს იყო დაკითხვა, რომელიც არ არის კონტროლის პალატის კომპეტენცია. მათ აინტერესებდათ როდის, რა ვითარებაში შეხვდა, ვინ შეხვდა გურამს, როგორ მიიღო გადაწყვეტილება ოფისის გაქირავებასთან დაკავშირებით. იცოდა თუ არა ის, რომ გასაქირავებელი ოფისი პოლიტიკური პარტიისათვის იყო გადასაცემი, რამდენი იყო ქირა, არსებობდა თუ არა იქ რემონტი, რა სახის რემონტი, ამჟამად როგორი არის ოფისის მდგომარეობა, მოკლედ იღებს თუ არა რაიმე სხვა შემოსავალს გარდა იმ ქირისა, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ყველა ის საკითხი დეტალურად მათ აინტერესებდათ, რომელიც ამ ოფისის გაქირავებას უკავშირდებოდა. მე მაქვს ბინა რუსთაველზე, რომელსაც ვაქირავებ ხოლმე და ამ უწყებაში რა ეწერა, რომ კონტროლის პალატა მიბარებს, იმიტომ რომ ატარებს რაღაც მონიტორინგს, არც მიფიქრია, რომ ადვოკატი მომეყანა. იმიტომ რომ ასე თუ ისე ვიცი ჩემი უფლებები, ჩემი საკუთარი ბინა, სადაც მინდა გავაქირავებ, ვისაც მინდა მივაქირავებ და
აქ სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი ისეთი არ ყოფილა, საიდანაც ეხლა გამოვედი, რომ ვთქვა, რომ ან რაღაც ჩემი უფლებები შეელახეს ან რაღაცა, ამიხსნეს, რომ ამიტომ და ამიტომ. გაკითხეს და რა უკვე? შემკითხეს, რომ რამდენი ხანია რომ გავაქირავე, რამდენს ვიღებ ბინის ქირას. მიხდიან თუ არა დროულად, რომელ ბანკში ვიღებ ამას? როდიდანა გაქვთ გაქირავებული რა თანხაში? ხამეტი არც არაფერი პრინციპში. და მიზეზი რა იყო, რატომ დაგიბარეთო, რა გითხარით? მონიტორინგს ეგ ვიცოდი ისედაც მომივიდა უწყებაში და ეწერა გარკვევით, რომ მონიტორინგი ტარდება. ახსნა განმარტებისთვის კონტროლის პალატაში დაბარებულ მოქალაქეებთან გასაუბრებას აწარმოებდნენ ანა ქორიძე და გიორგი ამირხანაშვილი, ასევე ესწრებოდნენ ეკაბესელია. დღეს კონტროლის პალატის თანამშრომლებს არ გაუკეთებიათ ოფიციალური უშუალო კომენტარი ჟურნალისტებთან, თუმცა მათ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მითითებული იყო ის მიზეზები, თუ რის გამო იყვნენ ეს მოქალაქეები დაბარებული. ამ განცხადებაში ეწერა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მიქირავებული აქვთ საკუთრება ქართული ოცნებისათვის პარტიების მონიტორინგის ფარგლებში დაიბარეს, რათა კონტროლის პალატა მიიღოს აუდიტორული რწმუნება მათი ფინანსური საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ასევე განმარტებულია ისიც, რომ მოქალაქეებმა მოწმის სტატუსით გაესაუბრებოდნენ კონტროლის პალატის თანამშრომლებს, სწორედ ამიტომ ეკაბესელია ფიქრობს, რომ მოწმის სტატუსით მათი დღეს გასაუბრებაზე მოსვლა ნიშნავდა იმას, რომ უნდა ელოდოს ქართული ოცნება. კიდევ ერთხელ დაჯარიმების ფაქტებს არჩილ კბილაშვილმა კი განაცხადა, რომ ის როგორც ადვოკატი საქმეში ჩართული იქნება და ხვალ უკვე მოითხოვს საქმის დამატებით მასალებს, რომლის მიხედვითაც მისთვის ცნობილი გახდება თუ რას უკავშირდება კონტროლის პალატის გამოძიება ამ შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლის პალატას დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება და ემზადება მორიგი ფინანსური სანქციების დაწესებისთვის. მათ უნდოდა დღეს რომ მიიღოთ ამისთვის შესაბამისი მასალა. ჩვენ უბრალოდ დღეს ამის შესაძლებლობა მათ არ მივეცით და აი ამ დაკითხოთ ისინი ვერაფერს ვერ მიიღებენ. გარდა იმისა, რომ ობიექტური ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ მათთვის სასურველი არ არის ეს, მაგრამ სხვა შემთხვევებში ისინი შეეცდებიან, რომ ამგვარი დაკითხვებით მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, რათა მერე გამოიყენონ ქართული ოცნების წინააღმდეგ. კანონი მაძლევს უფლებას, რომ გავეცნო საქმის ყველა მასალას და ამ უფლების რეალიზებას მოვახდენ. ხვალ მიმართავ კონტროლის პალატას, რომ საქმესთან დაკავშირებული მასალების გაცნობის საშუალება მომცეს და იმედია გავეცნობი ასევე იმ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც გახდა მათთვის აი ამ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი. კონტროლის პალატის მხრიდან დაბარებული ის მოქალაქეები, რომლებიც არიან თანამშრომლები ქართულ ოცნებასთან და მათ აქვთ აქირავებული საკუთარი ფართობი ქართულ ოცნებისათვის და ქართულ ოცნებას შემოვალი პარტიებისათვის, დაბარებულები იყვნენ დღეს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმსა და ქუთაისშიც და ეს დაბარება და ახსნა განმარტებითი გასაუბრებები ხდებოდა 1 სადავმეო დროს 4 და 6 საათზე. რაც შეეხება დღეს არსებულ გასაუბრებებს, ის უკვე დასრულებულია, ხოლო გაიმართება თუ არა კიდევ მოქალაქეებისგან ახსნა განმარტების მიღება ხვალენზე, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი რჩება. მადლობა ანა, შეგახსენებთ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში ახსნა განმარტების მისაცემად კომერციული ფართისის მესაკუთრეები დაიბარეს,